ეს კიდე ერთი მინი ჩართვა როგორც ყოველთვის თემატიკაზე, როგორ შევამოწოთ საკუთარი გწოდებული ქსელური წყალი, ეს არის ქსელური წყალი, ხო? ეჯერობით არ ვიტყვით ხო ლოკაცია სად ვიყვებით? არა, ეს არის ქსელური წყალი, ისაც მოგვეწოდება, ანუ არც ჭაბურღილი, არც ჭა, ქსელური წყალი. ხო, ამასობაში არსებობს ეგრეთ წოდებული, ხო, საერთო სიხისის აღმოსაჩენი ეგრეთ წოდებული ტესტერი, ხო? და ამასობაში გავაკეთოთ ყველაფერი, ხო, რატომაც არა, ხო? უნდა ვიცოდეთ რა წყალს ვიღებთ, ცოტა ხანი ესე უნდა ვადინოთ, ვინაიდან პოლიპროპილენის მილებში მით უმეტეს როცა არის გაჩერებული, ხო? უნდა გამოიდენოს. 5 წუთის ვადინოთ, უკვე საკმარისია და ესეთი სპეციალური კოლბა ავიღოთ, შევასოთ, გამოიერესხოს კარგად, კი ბატონო, რატომაც არა. ავასოთ. გავტესტოთ, ხო? უნდა ვიცოდეთ ის. ჩავატაროთ ახლა, ხო? ლაბორატორიული ეგრეთ წოდებული საკუთარი გამოკვლევა თუ რა არის ის წყალს ვიღებთ. აი, ვასხავთ წყალს, ხო? მთლიანად და 5, ხო? მილი 5 მილიგრამი ჩასხმული წყალი, სპეციალური ეგრეთ წოდებული ინდიკატორი. აი ორი სატესტო ეგრეთ წოდებული სითხე გვაქვს, ეს ერთი არის ინდიკატორი. ო, ეს სტანდარტულადაა, ინსტრუქცია. შესაბამისად ყველას მოყვება, მაგრამ ძირითადი მიმართულება მაინც ერთ და იგივე არის. 3 ეგრეთ წოდებული წვეთი, ხო, ვაწვეთებთ. ეს არის ინდიკატორი, ვინაიდან უნდა მოხდეს განხორციელდეს და ეგრევე შევატყოთ. არ უნდა გაწეთოთ ეს, ხო, მკვეთრად. ეგრეთ წოდებული აი მარგან სოკის ფერი არ უნდა მიიღოს, ამასობაში მწვანე ფერის სითხეა, ხო? ბევრს გავიკვირდება რანაირად თუ და 2 3 წვეთი ასე დავხუროთ ლაბორატორიული გამოკვლევებიც უნდა დავიწყოთ, ხო? კი, აუცილებლად. ხო, ვაჯანჟღალოთ, ამასობაში ქონა მწვანე ფერის და ვაკვირდებით, ხო? ყველაფერი, რა ფერის გახდა მასა? მე ხომ მეჩვენება, მკვეთრი არა, ამასობაში მკვეთრი არ უნდა გახდესო და შეგვიძლია ეგრეთ წოდებული მეორე, ხო? აღარ ჩავაწევთ, მაგრამ ამასობაში უნდა ნახოთ, დავწუნდეთ, ხო? რამდენი. ხო, ამასობაში 3 სტანდარტი არსებობს, ეგრეთ წოდებული გერმანული სტანდარტი, ფრანგული სტანდარტი, ეგრეთ წოდებული მილიგრამი litrზე და მილიმოლი, რა ქვია, litrზე. ამასობაში შეგვიძლია ნებისმიერი სახითაც ავიღოთ გერმანული სტანდარტით, ხო? რამდენი წვეთსაც ჩავაწვეთებთ, ანუ ფერი არ უნდა შეიცვალოს. აი, როცა დაიწყებს უკვე მკვეთრი ფერის ცვალებადობას, ხო? და გამწვანდება. პირველ ფერს რა ქვია, დაუბრუნდება, იგვითებს იმას, რომ ის პატვიცემული აი თითო წვეთი გვიჩენებს, აი ეს ეგრეთ წოდებული გერმანულ ერთ, ხო, DH, ხო, აი მიმართულება ქვია, მაგას DH ყოველ ჩაწვეთებაზე უნდა გავაჯანჯღალოთ, მოურიოთ ჩვენ ენაზე, 1. ამასობაში ვითვლით. 2. არაფერი არ ხდება. 3. ამასობაში 4 5 6 7 8 9 10 აბა ნახოთ რამე შეიცვლება არაფერი ჯერჯერობით რამდენი იყო ასო 10 წეთი აბა კიდე გავუშვათ ახლა 5 11 12 13 14 15 გავაჩეროთ ბატონო არ გოგიქცეს აბა ფერი არ ხდება თქვენ წარმოედგინეთ ხო ეს მკვეთრი წითელი ფერი ნიშნავს ამას ზუსტად რამდენი იყო 15 ხო 15 კიდე 5 16 17 18 19 ცოტა დაიწყო უკვე ბატონო 19 ხო და ამასობაში დაშვებული ნორმატივა თვითონაცაა გაწერილი ამასობაში ეგეწოდებული გერმანული სტანდარტით დაშვებული წყლის ზღვარი არის 6 აი 6 და 7-მდე რაც მერყეობს ამასობაში რამდენი წუთის ჩავუშვით თვალსა 19 რაც ნიშნავს იმას რომ გვაქვს სუპერ ეგეწოდებული ხისტი წყალი რასაც ჭირდება აუცილებელი დარბილება ესეთი პრინციპში ხო სატესტო ეგეწოდებული ხო სამეული ქვია ამას კაპიკები ღიზა საკუთარ უფრო ძირითადად კენზო სექტორში შეგვიძლია 100%-იან განათებულად დავწუნდეთ რას ვსვავთ, რას ვიღებთ და აგერ ბატონო ხო ყველაფერი როგორც იტყვიან ონლაინ. ნუ თქვენ სცენაზე ყველაფერი აგერ დისტანციურადაც არა პრინციპში ონლაინ წყლის ეგრეთ წოდებული ქსელური წყალი ამასობაში კიდე ჯერ მიიღოთ არა ჭაბურღილის, არა ჭიის, ქსელური წყალი რაც მოგეწოდებათ სავში და გონიათ რომ ამასობაში გვაქვს ნორმირებული. კი, ქსელში გონია ნორმირებული არა, იმიტომ რომ
ძირითადად უფრო აი ესეთ გადამეტებულ ეგრეთ წოდებულ კალციუმის CO3 ეს არის ფორმულა ასეთ გადამეტებულს უშვებენ სპეციალურად ვინაიდან წყალში ხო ეგრეთ წოდებული ჩამონადენი ხდება წვიმის წყლები ეგრეთ წოდებული pH ნეიტრალიზატორი არის ან ნეიტრალის მაგრამ ჩვეთის მიღებული თუ არა არაა მიღებული ვინაიდან ანადგურებს ეგრეთ წოდებულ სანტექნიკურ დეტალიზაციას და უნდა გავაფრთხილდეთ ამიტომ დარბილება არის პანაცეა წყლის განსაკუთრებულად კერძო სექტორში კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის მომა შეხვედრამდე და